თოზგულაძეც აქაც ორი საქმეში გავაკეთეთ. ძალიან დიდი შეფასება იყო ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ ჩიქოვანის ქუჩაზე. ეს არის ეგრეთ წოდებული ფეკების უბანი. ამ თუნდაც შესრულების მხარეს თუ როგორ მიდის შესრულება, აღარ თვითონ დაждდება მარტო გადაწყვეტავს და რაღაცას გადაწყვეტავს იმას სტომაზე, ისე მოხდა მე სამუშაოების გაგრძელება და ეს მათთან ერთად ვცდილობთ გამოვასწოროთ თურმე პროცესმა და ჩვენ გვინდა რომ აღნიშნული პრაქტიკა გავაცნოთ თელს პროფესიონალურ 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები ჩვენ ყველა რაღაც პრობლემები რომელიც ამ გამოიწვია გზებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის პროექტებში. წელი წლის განმავლობაში საბურთალოს რაიონის გამგეობა მუშაობდა მაქსიმალურად აქტიურად, რათა რაც შეიძლება მეტი პრობლემა მოეგვარებინა და შედეგიც სახეზეა. გაკეთდა უამრავი შიდა კვარტალური გზები, მოწესრიგდა საერთო სარგებლობის ეზოები, სადარბაზოები და ასე შემდეგ მინათმე საკუთრთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში, ისევე როგორც მოწესრიგდა ბავშვთა სათამაშო მოედნები. ჩვენ და სამწუხაროდ 13-14 ივნისის სტიქიათ საბურთალოს ნაწილში იყო აქტიურად და შესაბამისად აღდგენითი სამუშაოებიც ასევე გამგეობის მეშვეობით განხორციელდა ნაწილობრივ. ასე რომ მაქსიმალურად მერიის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა და შედეგიც სახეზეა. დღეს ჩვენ საკმაოდ საინტერესო ანგარიშს ვისმენთ. მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოება უშუალოდ ჩართული გამგეობის საქმიანობაში და გამგეობაში არსებობს სათათბირო საბჭო, სადაც ესა თუ ის საკითხი იხილება, ვიდრე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ საკითხებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ ანგარიშსაც ხალხს ვაბარებთ, რათა მათ დაინახონ ის რა გააკეთა გამგეობა მთელი წლის განმავლობაში. გაკეთდა ბევრად მეტი გზა, ბევრად მეტი სანიაღვრე არხი, ბევრად მეტი კედელი, ვიდრე აქამდე. ერთი გაკეთდა უამრავი ინოვაციური პროექტი, კერძოდ ეს არის საზოგადოებრივი საბჭოები, ეს არის გეოლოგიური კვლევები. ამას დეტალურად გავაცნობ მე როგორც მთავრობის წევრს, ასევე მოსახლეობას, საბურთალოსაც და საკრებულოს წევრებს.